Ani ჯამაგიძე კი ახლა მოგვიყვება პროექტზე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს ეხება. საქართველოს მეხსიერების ბანკი ასე ქვია პროექტს, რომელზეც უკვე 4 წელია ისტორიკოსებითა და ფილოლოგებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი მუშაობს. პროექტი ისტორიის კვლევის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით და ზეპირი ისტორიების შეგროვებით 1978 წლის 14 აპრილის, 1956 წლის 9 მარტისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციის თავმოყრას ითვალისწინებს. თავი იდეა რატომაც დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება გახდათ ის, რომ 78 წლის 14 აპრილის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით არ არსებობდა არც კვლევა, არც სრულფასოვანი ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეგო თუ რა მოხდა იმ კონკრეტულ დღეს. ეს სამი მოვლენა ჯამში გახდათ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საპროტესტო, დისიდენტური და ახალგაზრდული მოძრაობა. რეალურად სამივე სახელი შეიძლება მას სიმბოლურად დაერქვას. ამიტომ აღნიშნული მოვლენები გავაერთიანეთ ერთ წიგნად, ეს იყო ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე თვის წინ შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ადამიანური ფინანსური რესურსიც არის შეზღუდული და მოსაყოლი ძალიან ბევრი რამ არის, ჩვენ შევქმნით ვებგვერდი და დავიწყეთ პროექტი საქართველოს მეხსიერების ბანკი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი ზეპირი ისტორია, თავისი მოგონება საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ თავად დაწეროს, აგვიტვირთოს მეხსიერების ბანკის ვებგვერდზე, გარდა მოგონებებისა მას შეუძლია გამოგვიგზავნოს მისი ფოტომასალებიც, პირად არქივში დაცული დოკუმენტური მასალებიც. ჩაერთეთ პროექტში და ყველამ ერთად შევქმნათ საქართველოს მეხსიერების ბანკი.